შეთვის მაქვს მომზადებული ურთულესი სურათი. და ახლა უნდა გამოიცნო კითხვის ნიშნის ქვეშ რა უნდა ეწეროს. თუ გამოიცნობ ამ კითხვის ნიშნის ქვეშ რა უნდა ეწეროს, მაშინ გადმოგცემ ამ ულამაზეს ვარდისფერ შაპიტოს. 1 1 არ არის 1. ანუ რა გვაქვს? 1 2 3 4 5 და რა უნდა ეწეროს? 6 არა, 6 არა. 6 არა. ესეც მარტივი არ იქნებოდა ეს კითხვა. ეს რო კითხვა ესეც მარტივი ყოფილიყო, არ დაგისხავდი ამ კითხვას. სანამ ეს ბავშვი ფიქრობს ამ კითხვაზე პასუხს და მე დარწმუნებული ვარ რომ გამოიცნობს ამ კითხვის პასუხს. მანამდე თქვენ დაწერეთ კომენტარებში რა არის ამ კითხვის პასუხი. კიდე მითხარი, აბა რა შეიძლება იყოს? 9 არა, 9 არ არის პასუხი. მოდი ესე გეტყვი. მანქანები გიყვარს? არა? ვისე ჯდარ ხარ აი მანქანაში მჯდა, ხო ჯდარ ხარ? მანქანაში მჯდარ ხარ. კარგი, ეს უკვე მინიშნება იყო რომ იცოდე. კაი, მოკლედ, მოდი მე შენ მოგცემ ახლა ბოლო 10 წამს და შენ მითხარი პასუხი. ხო. სანამ ეს 10 წამი გადის, აუცილებლად გამოიწერეთ შაპიტოს გვერდი. 4 3 2 1 და 0. პასუხი. არ გვაქვს პასუხი. კაი, არა უშავს. მოკლედ, შენ გახსენე ეს შაპიტო და თქვენ კიდე დაწერთ კომენტარებში რა არის პასუხი. ამოვიდა ესეთი ულამაზეს პერსონაჟი.